როგორ ვისწავლოთ ლოცვა გულით და არა მხოლოდ სიტყვებით. ლოცვა იცი რა არის ბავშვებო? ლოცვა არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გვგრძნობთ, რომ ღვთის წინაშე ვდგევართ. ოღონდ წმინდა მამები ჩვენ გვირჩევენ, რომ არ წარმოვიდგინოთ რაღაცები, აი ღმერთი არ წარმოიდგინო ასეთია, ისეთია და ფიქრობ, რომ შენ მის წინაშე დგეხარ. მაგრამ იფიქრო იმაზე, რომ ეხლა რომ ღმერთი მიყურებდეს. აი მაგალითად სახლში რომ მივალთ ჩვენ და დავუშვათ სრულიად მარტო ვართ სახლში. და ვაკეთებთ რაღაცას დავუშვათ საჭმელს ჭამთ თუ მეცადინეობთ თუ თამაშობთ თუ ტელევიზორს უყურებთ. აი როგორც ვაკეთებ. დავუშვათ ჩვენ მივედით სახლში და დაგხვდა ჩვენი მეზობელი ჩვენ სახლში. ჩვენი ქცევა ცოტათი მაინც არ შეიძლება რომ ვიცით რომ ის გვიყურებს. არ შეიძლება აი ცოტა შეიძლება მარტო რომ მიხვალ და გაექანოთ და დივანზე გადახტეთავით აი ვიღაცა როა უკვე ვეღარ გააკეთო ეგ ესმით ცოტა რაღაცით შეიძლება ქცევა და ეხლა წარმოედგინე რომ სახლში მიხვიდე და უფალი იესო ქრისტე რომ იქ იყოს ერთ-ერთ სკამზე რომ დაგხვდეს დაბრძანება ხო რაღაცა მოგძალებით იქნები არა არა და უფალი ყველასთან არის ჩვენთან სახლში. უფალი ყველგან არის, ყველგან გვიყურებს და ადამიანს რომ ეს ახსოვს, რომ უფალი გიყურებს, ეგ უკვე ლოცვა, ეგ უკვე უფალთან ურთიერთობა. მეცადინეობ თუ ჭამ თუ რასაც აკეთებ, შენ რომ ქრისტე გყავს თვალწინ, რომ გძნობ რომ ის გიყურებს, არა? სულ სხვაგვარი იქნება ჩვენი ქცევა. და ეგ უკვე ლოცვაა, რომ ჩვენ ამას გძნობთ. და თუ ლოცვის დროს აი ხატებთან რომ ვდგევართ ჩვენ უფალი დაგვავიწყდა და გონებით აქა თუ იქ დავეხეტებით ეგ უკვე ის ლოცვა რაზეც თქვენ ამბობთ რომ მარტო სიტყვებით და გულით ლოცვა ისე როდესაც ჩვენ ამას გძნობ და მე იმ საჭიროებას გძნობ რისთვისაც ლოცულობ